მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულგმეს იმადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია ესეთი რუბრიკა გაშლა, რომელსაც ადრე უფრო ხშირად ვაკეთებდი ხოლმე, რა იყო, რა არის და რა იქნება. ასე რომ დღეს ეხლა გავაკეთებ ამ გაშლას, რა იყო, რა არის და რა იქნება. ვნახოთ. რას გვეტყვიან ლენორმანის არკანები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გიპოვით ჯერ თქვენ და თქვენს პარტნიორს. სად ხართ? Განხორე რომ ხდება თქვენ შორის, ბატონო, ადამიანი ვიპოვე. თქვენ პარტნიორი ვიპოვე, ეხლა თქვენ ვიპოვით. ბევრი რომ ხდება თქვენ შორის, თქვენც გიპოვეთ. კარგით. დავიწყებ იქედან თქვენი პარტნიორის ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფება ახლა. თითქოს ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი, განახლებას იწყებს თავისი ცხოვრების, რაღაცა დაკვირვების მდგომარეობაში არის. შესაძლებელი აქვს თქვენს მიმართაც აქვს ეს მომენტი, იმიტომ რომ თითქოს აქ როგორი მომენტია, იცით რომ რაღაცა ადამიანები რაღაცა პერიოდის დროს იყვნენ დაშორებულები, იყვნენ რაღაც გაურკვევლობაში, გაუგებრობაში, შეიძლება აღარც კი ფიქრობდნენ ერთმანეთზე, მაგრამ რაღაცა ისეთი მომენტი წამოვიდა. თქვენც და ისიც რაღაც ერთმანეთისკენ იყურებით, ხო? ანუ თქვენც გაგიჩნდათ იმის სურვილი, რომ ადამიანი დაბრუნდეს და მასაც თითქოს აქვს ამის სურვილი, რომ დაბრუნდეს, ხო? მისი ენერგიები, ანუ ადამიანი ადამიანს გამოუჩნდა შანსი იმის, რომ იმოქმედოს სწორად, ხო? აი სამყაროსგან მიიღო რაღაცა შანსები, რითაც შეიძლება რომ გადადგას ნაბიჯი. მთავარია ეს შანსი გამოიყენოს სწორად, ხო? ანუ თუ ადამიანი წასული იყო იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაელაგებინა თავისი მატერიალური თქვათ მდგომარეობა, რაღაცნაირად სამყარო მისცა ამის შანსი, ხო? თუნდაც წასული იყო, იმიტომ რომ გაეანალიზებინა რა გზით მიდიოდა, რას აპირებდა, როგორ აპირებდა, ხო? ამ კუთხითაც მისცა სამყარო იმისი შანსები, რომ ყველაფერი გაეანალიზებინა, დაელაგებინა, ცოტა ესე უხეშად რო ვთქვათ, თავი გამოეყარა ის არასწორი ფიქრები და არასწორი მდგომარეობა, რომელიც უშლიდა ხელს თქვენთან ურთიერთობაში და ადამიანმა დაიწყო ფიქრი იმასთან მიმართებაში, რომ ხომ არ აღადგინოს თქვათ ურთიერთობა, ხო? რაღაცა ესეთ ენერგიებში არის ახლა ამ ეტაპზე. რაც შეეხება თქვენს რაღაცნაირად მიუხედავთ იმისა, რომ თითქოს იპოვეთ სიმშვიდის წყარო, თითქოს იპოვეთ ის გასაღები, რომლითაც შეიძლება დაგევიწყებინათ ეს ურთიერთობა. ხო, რაღაცა ესეთი მომენტი რო წინ წასულიყავით, ხო? რაღაც თქვენი კარიერული კუთხე იქნებოდა თუ პირადი კუთხე, მაინც რატომღაც უბრუნდებით ამ სიტუაციას. აი, თითქოს აქ რაღაცნაირად ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ დაძლია, მაინც სადღაც ბოლომდე არ გადის. აი, თითქოს სურვილი არ არის იმისი, რომ დატოვოთ ეს ყველაფერი. რაღაცნაირად სურვილი არ გაქვთ იმისი, რომ დაივიწყოთ ეს ყველაფერი, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის. თუ არსებულ ურთიერთობა, ანუ რაღაც მომენტში შეიძლება თითქოს თუ კი არა და აი არსებული სიტუაცია რო არის, ხო ხვდებით, მაგალითად ახალი ურთიერთობა, სადაც მისთვისაც რაღაც შანსი გამოხვედით, რაღაც ის მომენტი, როდესაც ადამიანმა ბევრი გაიარა ცხოვრებისეული გზა, ბევრი იწვალა, ბევრი პრობლემა გადალახა და აი თქვენ გამოჩნდით ამ ადამიანთვის რაღაც როგორც შანსი, როგორც იმედი, როგორც
ადამიანი, რომელიც ნამდვილად მის სულიერებას ამშვიდებს და თან გაკვირდებათ, რამდენად სწორად ხედავს ამ ყველაფერს, ხო, რა როგორ ხდება ეს ყველაფერი. მეორე მხრივ თქვენც გაქვთ ის მომენტი, რომ მოგეცათ იმედი, რომ რაღაცა გამოჩნდა ის ადამიანი თქვენს გვერდით, რომელიც რაღაცა სიმშვიდეს მოგიტანთ, რომელიც რაღაცნაირად თქვენთვის ის იმ რეალობას მოგცემთ, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ, ხო, რაღაცა ეს მომენტები არის. ყოველ შემთხვევაში, ეხლა ამ ეტაპზე ორივე საკმაოდ საინტერესო და კარგ ენერგიებში ხართ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ყოფილი ურთიერთობაა თუ არსებული ურთიერთობა, აშკარად ორი ადამიანი ერთმანეთისკენ ძალიან ისეთი ყურადღებით არიან გამსჭვალულები. კარგ, ნახოთ, აბა. რა იყო? რა არის? რა იქნება? ძალიან დასტის ფონი საკმაოდ საინტერესოა. ოჯახი, მომავალი, ურთიერთობა, ხელისხოვნა, მაგრამ ცოტა მომავალი ცოტა რთულ რაღაცას გვიჩვენებს. რა იყო? დავიწყებ იქიდან, რომ იყო ძალიან ისეთი შეიძლება ბევრი პრობლემა, ბევრი გაურკვევლობა ორივეს ცხოვრებაში, რატომღაც ისე უფრო მომდის ინფორმაცია. მაგრამ და ის შანსები, ის ერთმანეთის თანადგომის მდგომარეობა სამწუხაროდ თითქოს ვერ ხედავდით, ესე რომ ვთქვათ, ამ სიტუაციებს, ხო? როდესაც სამყაროსგან გვაქვს ნიშნები, გვაქვს რაღაცა ისეთი კითხვებზე პასუხები, მაგრამ არ ვაქცევთ, გონია რომ ეს ჩვენ არ გვეხება, ხო? თქვა შეიძლება რაღაცა შემთხვევით წააწყდით რაღაც ინფორმაციას თუნდაც გაშლას, ხო, რაღაც საჯარო გაშლას და თქვით კიდევაც რომ მე ეს არ მეხება, რატო ამომიგდო, ეხა რაში მჭირდებოდა, ხო, და თქვა გადახვედით სხვა არხზე, ხო, რაღაც მუსიკალურ არხზე ან რაღაც, მაგრამ იქ შეიძლება და თქვენთვის რაღაც ისეთი ინფორმაცია ყოფილიყო, რომელიც გამოგადგებოდათ ურთიერთობისთვის. იყო ის მომენტი, როდესაც ადამიანები ერთ წრეზე ტრიალებდნენ, თითქოს უნდათ გასვლა პრობლემებიდან, თითქოს უნდათ რაღაცა მოგვარება, მაგრამ ამ მოგვარების მდგომარეობას რო ვერ ხედავდნენ, რაღაცნაირად ერთ წრეზე ტრიალებდნენ, ხო? საბოლოო ჯამში აქ შეიძლება ითქვას იყო ისეთი ინფორმაცია, ისეთი ჭორების მდგომარეობა, რამაც შეიძლება აგიცრუათ ამ ადამიანზე გული, ხო? რაღაცა არ მოგცათ საინტერესო კარგი ინფორმაციები, რომელიც გამოგადგებოდათ პირიქით უფრო ერთმანეთისთვის რაღაცა შეკრულიყავით, ხო? მაგრამ რაღაცნაირად თითქოს იცით როგორი მომენტი მომდის, თითქოს გაურკვევლობები, რომელიც თქვენს მდგომარეობაში იყო, რეალურად არარსებული სიტუაციები იყო, რომელიც რაღაცა ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობები, რომელიც ერთმანეთზე მიწყობით ხდებოდა და შესაბამისად უკვე ვეღარ იგებდით ერთმანეთისთვის, ნახეთ კიდე როგორი მომენტი გამომრიცხავი სიტუაციები, ხო, თუ ესე არის, მაშინ ამას რატო აკეთებს, ან თუ ისე არის, მაშინ იმას რატო ამბობს და ესეთი მომენტები იყო თქვენთან მიმართებაში, რაღაცა თითქოს
როდესაც არ აძლევენ საშუალებას ადამიანს თვითონვე მიიღოს სწორი მიმართულება და სწორი გზა, ხო, აი რაღაც ეს მომენტები იყო აქ. დღესდღეობით რა არის? დღესდღეობით არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ განაახლონ ურთიერთობა. თუ წასული პარტნიორია, თუ ახალი ურთიერთობა, ხო, აი რაღაცა დაიწყონ ის მომენტები, როდესაც უფრო საინტერესო იქნება მათი შეცნობა და გაცნობა, მაგრამ მე არ ვიცი, რატომღაც მაინც ის ინფორმაცია მომდის, რომ ეს წასულ პარტნიორთან მიმართებაში და ნუ ვისთანაც თქვა დაბრუნებას ცდილობს პარტნიორი, ან უკვე დაბრუნდა, ან უკვე რაღაცა გამოჩნდა მდგომარეობა არის, ნახეთ მე გეტყვით ესეთ რაღაცას. ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდა, იმიტომ რომ აქ არ არის დახურული რაღაცა მდგომარეობები. ნუ ვიღაცებთან შესაძლებელი აქ იყოს ის მომენტი, რომ დაბრუნდა იმისთვის, რომ არ ვთქვათ, ოჯახში თუ დაბრუნდა, ვთქვათ, ესე როდესაც პირობითად შვილების გამო, ხო, ან რაღაცა შვილის გამო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მისთვის. მეორე მომენტი არის ის, როდესაც ადამიანი დაბრუნდა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ორი ადამიანი ერთმანეთისთვის, რომლებიც სადღაც ზეცაში გადაწყდა შეიძლება, ხო, თქვენი ურთიერთობა და ამიტომ ესე მარტივი არ იქნება წასვლა. აქ დღესდღეობით ეს არის განახლების. მე რატომღაც უფრო მგონია, რომ იქ დაბრუნებული პარტნიორის მდგომარეობა არის, რომელმაც მიხვდა, რომ თქვენთან უნდა აღადგინოს ურთიერთობა, თუ უნდა რომ ის ბედნიერი იყოს, ხო, თუ უნდა რომ რაღაცა სწორი მიმართულებით იყოს ურთიერთობა, იმიტომ რომ მას აქვს სიყვარულის მდგომარეობა თქვენს მიმართ, მას აქვს სურვილები, რომ აღადგინოს ურთიერთობა. ის თვლის, რომ თქვენ ხართ მისთვის ის რაღაცა სიმყარე ოჯახის, ის თვლის, რომ თქვენ ხართ ის რაღაცა ადამიანი, რომელიც სიკეთეებს მოუტანს, ხო, ანუ სიკეთეებს მოუტანს პირობითად ეს ის მომენტი კი არ არის მაინდა-მაინც რომ რაღაცა მატერიალურად კარგად იქნება და რაღაც, არა, ის სიკეთე, რომელიც არის სიყვარულის ენერგიები, რომელიც არის სითბოს ენერგიები, რომელიც არის მომავლის ენერგიები, რომელიც არის რწმენის ენერგიები, ხო, აი რაღაც აი ამ მომენტს დღესდღეობით არის აქ განახლება ურთიერთობის, ნუ შეიძლება ყველასთან არ არის ეს მომენტი, მაგრამ ვიღაცებთან რაღაცა გამოჩნდა SMS-ით შეიძლება ითქვას, ხო, ვიღაცასთან გამოჩნდა პირდაპირ დარეკვით ან მისვლით. აქ ადამიანი აშკარად ახალ აი დაბრუნების პერიოდის მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანი თუნდაც გამოჩნდა, აი ესე ვთქვათ, ახლა ძალიან მოდაში არის ლაიქებით, ხო, რაღაცა გაგახსენეთ, რომ აი მე აქ ვარ, შენს გვერდით ვარ და ვთქვათ, გიყურებ, გითვალთვალებ, ხო, რაღაც ვინტერესდები შენი ცხოვრებით. ნუ ეს მომენტი არის. რა იქნება? საკმაოდ რთული და მძიმე პერიოდი იქნება სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ არ ვიცი რატომღაც მესამე პირები ძალიან მკაფიოდ არიან ჩარეულები, ძალიან ცდილობენ თქვენი ურთიერთობის დასრულებას, ძალიან ცდილობენ ხელოვნურად შექმნან ყველა ის მდგომარეობა, რაც თქვენს ურთიერთობას დააშორებს. ნუ აქ ესე ვიტყოდი, შეიძლება ითქვას, რომ იყოს რაღაცა კონკრეტული ნეგატიური ზემოქმედება, იყოს მანიპულატორული მდგომარეობა, შანტაჟის მდგომარეობა, ხო? ანუ აქ იქნება ის როგორიც იცით, რომ როგორც კი თქვენი ურთიერთობა თითქოს დაალაგებას დაიწყებს, ხო, აი მოდი წადი მიდის თუ მოდი წადის მდგომარეობა, როდესაც აი გამოჩნდება ეს ადამიანი. თითქოს უნდა დაალაგდეთ, მაგრამ უცებ გაქრება რამოდენიმე დღით, მე ისევ გამოჩნდება, ისევ გაქრება. აქ ხელოვნურად იქნება ის პრობლემები და ადამიანი აი ეს რაღაცა ერთი დღე აი მოწმენდილცაზე სიტყვა რო წამოვა, რაღაც ესეთი მომენტია ხოლმე რა, აი ძალიან ცოტა გაურკვევლობები ვერ ხვდებით, ხო, აი ვერც კი მიხვდებით რა მოხდა. აი 5 წუთის წინ დამტოვა, თქვათ, ვისაუბრეთ, ძალიან კარგად იყო ყველაფერი, თან შეიძლება ითქვას, რომ ვისაუბრეთ ოჯახზე, ვისაუბრეთ რაღაც მომავალზე, ვისაუბრეთ ერთად თანაცხოვრებაზე და უცბად რაღაცა პრობლემა შეიქმნა, ხო, რატო? იმიტომ რომ აქ ადამიანის ენერგიებს იპარავენ, ადამიანის ენერგიებზე მუშაობენ, ადამიანის გონებაზე მუშაობენ, როდესაც არა, ანუ ცდილობენ, რომ აი უბრალოდ
ხშირად შთააგონონ და შეაგონონ ის მდგომარეობა, რომ ანუ არ ხართ სწორი წყვილი, არ ხართ ის ადამიანები, რომელიც ერთად ვიყო. ხო, აი, ადამიანი, ნახეთ როგორ არის გოგონა, როგორ ყავს შემოხმაური. ხო, აი, ცდილობენ, რომ აი ის რაღაცა სიტუაციები ხელოვნურად შეუქმნან ბარიერები თქვენს ურთიერთობას. ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. მართალია დღეს ძალიან კარგ ენერგიებს აჩვენებს და აჩვენებს იმასაც, რომ აქ სიყვარულის მდგომარეობა, აქ რაღაცა განახლების მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ რა იქნება ამ მდგომარეობაში, გეტყვით, რომ აი იქნება რაღაცა ეს გაურკვეველი მიდი-მოდის მდგომარეობა, სადაც თითქოს ადამიანები ვერ იგებენ რა ხდება, მაგრამ რეალურად აქ ხდება ის, რომ ადამიანის მხარზე ფსიქოლოგიური ზეწოლები არის და ასევე შესაძლებელია რომ იყოს რაღაც ისეთი კონკრეტული ნეგატიური ზემოქმედების მდგომარეობა. და მოდით მაინც ერთი არკანი მინდა ესეთი კითხვა დავუსვათ, დაძლევთ თუ არა ამ ყველაფერს, დაძლევთ თუ არა ეს ადამიანი ამ ყველაფერს, დაძლევთ თუ არა. ცოტა რთული იქნება ამ ყველაფრის დაძლევა სიმართლე თუ გინდათ და გეტყვით, რომ მარტივი არ იქნება ამ ყველაფრის დაძლევა, იმიტომ რომ აქ ადამიანს არ აძლევენ საშუალებას თავის ცხოვრებით იცხოვროს, ხო? აქ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხა თევზი წყლის გარეშე ნამდვილად ვერ არის, ხო? მოკვდება. შესაბამისად, აქ ადამიანს უქმნიან ყველა იმ პირობას, რომ ადამიანმა ვერ იმოქმედოს თავისი სურვილებისკენ, ვერ იმოქმედოს თავისი მომავლისკენ, ვერ იმოქმედოს, აი ვერ შეძლოს რაღაცა თავის გადაწყვეტილების და თავისი ნების გატარება, აი ესე ვიტყოდი. გაუჭირდება აქ ადამიანს ამ ყველაფრის გაკეთება. გაუჭირდება თუ არ დასრულდა მასზე ის ზეწოლა, რომელიც თქვათ არის, ხო? თუ არ დასრულდა ის რაღაცა კონკრეტული ნამუშევარი მდგომარეობები, რომელიც მის მიმართ არის გაკეთებული. სამწუხაროდ აი ესეთი გამოვიდა. ნუ დღესდღეობით კი კარგია, დაბრუნებაც, ურთიერთობის აღდგენაც, მაგრამ წინ საკმაოდ რთული და საკმაოდ საომარი მდგომარეობა გელოდებათ, ესე გამოვიდა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, ეს იყო რა იყო, რა არის და რა იქნება და გისურვებთ, რომ დაგეძლიათ ეს პრობლემა ისე როგორც საჭირო არის და როგორც სამყაროს უნდა რომ ვთქვათ იყოთ ერთად, ხომ? აი ესეთი მომენტი არის. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. დროებით.